Navidad. Hey baby girl. Wingardium Leviosa. ახალი წელია, ახალი წელი. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო, დღეს გადავიღებთ რეიტინგის შემდეგ ეპიზოდს. და დღეს სტუმარი ყავს უკვე მეორედ და ალბათ ვეღარ მოვიშორებ ახო ბოლოთაშვილს. მადლობა მეგობრებო, მადლობა. მადლობა რომ გვესწრებთ. მადლობა რომ მე გაგახსენეთ, თუმცა ყველამ გადაგაგდოთ. ეგ მეორე თქვი ხუნდება. არ მაინდა მესამე დასვიტყვი, ხო იცი. ვახო წესები არის ძალიან მარტივი. გაიცნევა კითხვა და უნდა ვეცადოთ რომ განვლაგდეთ რეიტინგის მიხედვით შესაბამის ციფრს. აი სუპიროზე რო გავიდე რა ხდება, მაგარი ტიპი ვარ. მოგეცემა საჩუქარი. რა საჩუქარი? ჰილის 200 ლარიანი ვაუჩერი, ბურგერ ბარ ჰილის 200 ლარიანი ვაუჩერი. 200? კი. ატარაკებს. ბევრია. 200. მართლა? შენს მოვას პიცა. მართლა 200 ლარი? სერიოზულად? 200 ლარიანი ვაუჩერი გამოგეცემა. თუნდაც კიდე მოვა. ვთქვი ვეღარ მოიშორებ თქო და დავიწყოთ მოკლედ. თუ შეიძლება პირველი კითხვა რომ დაგვისვათ. ის უჩხუბია ყველაზე სულელური მიზეზით. მე მიჩხუბია. სულელური მიზეზი. კი. ხო. მე მიჩხუბია ფეხბურთს თამაშობდით გუნდზე და ძალიან ვუგებდით. და რაღაცა მომენტში გაუმაზე რომ ავირიეთ რა იმათი ორი ტიპი ჩვენკენ გადმოვიდა და ჩვენი ორი ტიპი იმათკენ და რაღაც მომენტში პასი შესწიროთ ხო და უცებ ვაგზელებთ ამას და კეფაში ვხვდება ხელი რა. ეს იყო ყველაზე სულელური მიზეზი რატოს მიჩხუბია. ნახე ზუსტად იგივე кейსი ხო და სოფელში. მოდიში მე მაინტერესებს ანუ ჩხუბი უშუალოდ ხელის შეხებით თუ ლაპარაკითაც. ხელის შეხებით. მაშინ მე მეხუთეზე უნდა გადავიდე ცხოვრებაში არ მიჩხუბია. მე სოფელში ინტერნეტ კაფე გაიხსნა და თამაშობდით AWP ინდიას თუ რაღაცას და ტიპი მეუბნება რომ გაჩნდებიო ეგრევეო სრულად დააჭერო მეორე მხარეს უკაცი კვდებაო რა და მე ვიცი რომ ჩემს გვერდზე დგას ჩემი ძმაკაცი და ყურსები მე მეკითხა ხო ხდებით რაღაც რომ თამაშობ და ანუ არ აკვირდები რა ვინ რაღაცენო და მე თქვი ტყვანში მე ყვაზე ხარ და აქედან მე რომ ვიღაცა იცნობ ძმა და რა საერთოდ ამ ყ***ს მეთქი გავიხედე და ვიღაცა რენდომ ტიპი დგას აა მე გამუაბაგა რას მეთქი არა ის გიორგი ბეგორი რა ასე ვერ მოგვა ერთ და იგივე ისტორიები გვაქვს წამო არა შენ დაგაწყეს კი მე არა მაშინ მე ვია პირველზე. მე ვარ მეორეზე მე მაგალითად აბა თქვი ჯერ მე მაგალითი მოუყვები გიორგო ბადღე იყო ძალიან დავთვერით და ქუჩაში მოგვივიდა შელაპარაკეო ამოთ რაშია ის რომ ჩვენ გვეგონა რომ ის გვაგინებდა თუნდაც ჩვენ ვაგინებდით. ანუ მე იმიტომ უცნაური იმიტომ რომ ძალიან მთვრალი ვიყავი და მთვალზე შეიძლება ეგეთ რაღაცა მოგივიდეს ხოლმე რა ანუ სიმთვალე მქნა ეგ რა და ისე უცნაურია როგორ ბიჭო მე მქონდა ისეთი ავტობუსში მომივიდა ჩხუბი მოკლედ საფულე გადავაწოდე რა რო ბილეთი აიღო. არა, საფულე გადავაწოდე რომ ბილეთი აიღო. არა, აიმა ხო აიღო საფულე. თბილისის მერი იყო და კამპანიაზე. მოდი გინდა ვარიანტები თუ იცი ეს ვარი. გინდა ვარიანტები ვთქვა როგორ გაგრძელდა. დაიწყე დავაი, საფულე მივეცი. და იმან მოგცა. ასე ვიდიოდა. საფულე ბილეთი აიღეთ. და ის მე ნიკა მელია ვარ არჩენებიაო და კამპანიას ვაწარმოებო და გადაკაინდო რომ ისე რომ ზახსნა საფულე და შიგნინა სორია. ისტორია არა სტორია. მივეცი საფულე და მეკითხება ბილეთი აგიღო და არა მეთქი ჩუქნით ხო. მაგაზე ვიჭხოთ ვერ ძალიან დიდი ხალხო. ტიპმა რაღაცა მომენტში საევაკუაციო ჩაქუჩიც მოხსნა მგონი. ახეთაც ხوار დავაყენო. ეხლა რა არის? არა, მაგრად მომხდა, მაგრამ თუ გინდა ქართული გოგო კონტენტ კრეატორები ამას ტრენდად გააკეთებენ რაღაცა სუშებს და შაურმზო რეკლამები. ხო და ყველგან ეგ ტრენდებს რო იღებენ ამასაც გააკეთებენ. კარგი. სხვა ხო არ გაქვთ კიდე რამე ისტორიები? არა ალბათ იყო. კარგი, შემდეგ კითხვას მოვითხოვთ შეიძლება როგორც მე დავფიქსირეთ. ტალინგ! დავფიქსირეთ. შემდეგ დავფიქსირდი? ჯერ ბურგერთან ზონაში აგებ. მოგვიჩარებია. მიდი დაიწყე. შემდეგ კითხვას მოვითხოვთ შეიძლება. ვის მიუღია ყველაზე უცნაური საჩუქარი? შეყვარებულმა მაჩუქა ვიქტორინოქსის დანა და ახლა როგორ ანუ უცნაური საჩუქარი ეს არ არის, მაგრამ არაფრად არ მინდოდა და ჩემ ძმაკაც კითხა თუ მე რო გავი ჩემ ძმაკაც კითხა რომ რა უნდაო თორნიკეს საჩუქრად და იმან ვიქტორინოქსის დანა იმიტომ იმას უნდოდა იცოდა რომ მე არ მინდოდა და იმას ვაჩუქებდი ბესო ისე კითხვა არ ხედა მე ოქროს დაბადების დღეზე მაჩუქეს ერთი ცალი თეფში და აი მის მერე მაგ აი მის მერე აღარ მიყვარს დაბადების დღე ჩემი აი რაღაცა უცნაური მე მაჩუქეს 9 ცალი განდონი
ხო 9 რატო და არა 10 არ ვიცი ნახე 3 იყო ბანანი 3 მარწყვის და 3 ვაშლის და რა და აუ ტემას ლოტები ითამაშა მულტივიტამინი დაუსვა მე ვიტყვი ჩემ უცნაურ საჩუქარს რა მე მაჩუქეს 100 ლარი მაგრამ მაჩუქა ისეთმა ადამიანმა და იმდენი ხნის მერე რომ ეგ იყო უცნაური რა ყოფილმა უფროსმა 15 წლის მერე დავიდეკა და მაჩუქა 100 ლარი რატო არ ვიცი აი ეგ იყო უცნაური ერთი გამახსენდა მაჩუქეს დაფიქრდიყო მიდირე მაჩუქეს ლივერპულის ჯერარდის ფანა რომელზედაც 3 შეცდომა იყო 100 გვარის დაწერა. შემა კლასელებმა მაჩუქეს მოკითხვა ახლა უკვე ჩემ კლასელებს. კონკრეტულად ჯერარდი ეწერა ჯითი. მიტოვია ეწერა. რაღაცა მომენტებში ქართული ასოც იყო გარეული ხო? იაკის და ჯერარდი ეწერება გ ერ ბერნარდი ეწერა ხო რესტორანის ანუ რევიას უფრო გავდა რევი ხო ეწერა არა ვის უფრო უცნაური საჩუქარი ქონდა იმას მოდელი ხო ბაზარია თუ ჩემს საჩუქარია მეგონი არა თვითონ საჩუქარი 100 ლარიანი აი ჩოჩე არა დამიშვით იქით კეთრა არავინ არაფერს არ გჩუქდი საჩაგრული მე რატო შევრჩი მეორეზე აი ისე ნასტი შენი ჯერარდი არა მე ერთადერთხელ მივიღე საჩუქარი ჩემს დაბადებაზე ამ წელს მაჩუქა ჩემმა რასანდაბდისის გუნდელმა 300 ლარი რო ახო ფული ვიშოვე კაი შემოსავალი მაქვს და აგირო ჩემს თქვენ საჩუქარი და არასდროს ცხოვრებაში ჩემს არაფერი არ მე აზრით ამას იმიტომ ამბობს რომ ბურგერ ბარის ვაუჩერი არა ეს ალექსანდრიაზე მაჩუქა მადრიდის რეალის 5 всё ეგ იყო და აი ცნაურ საჩუქარი მეტროებთან ვარიგებენ სუიცს ერთი ქრისტი მომწეს და აგერ არის ჯიბეში მქონდა ძო სორვე ლა პერფუმ ეგრევე მასაში დავიჭი აი მე მგონი მე ხუთზე მე უნდა ვიყო არაფერი ვშქებია მოდი მომბძანდი მე მეოთხეზე ვიქნები 100 ლარიანი იყო მე მეგონი შედგა რეიტინგი ცოტა ნაკლებით თუ ვიგინებით გასწორებს ბიჭებო რა ხო არა და გავითვალისწინეთ მე და ყანჩაველი მეგონი შედგა რეიტინგი და ახალი კითხვა თუ არ შეიძლება ვის ქონია ყველაზე უცნაური ზარი ტელეფონზე იგი გასახსენებელია ვინმეს თუ გახსოვთ ეგრე დაცხეთ ნუ ინდურ ენაზე გქონია ალბათ ყოველ დროს მისტერ I'm calling you გამას დაიბადა protect the portent რასაც ნახე რასაც შევსწრები ვარ შემიძლია ის მოყვა უშუალოდ მამაჩემს დაურეკეს აი იმენა მამაჩემი მოვიდა გადაღებიდან სახში მაგრად ეძინება რა და დაიძინა და ღამის 3 საათზე ან დაახლოებით რეკავს ტელეფონი და იღვიძებს რა და უკაცრავათო გემში პორტში გემი შემოვიდა და დავცალოთო დაცალეთ თქვენი და რაღაცა გემი დააცლება და просто ეს რა შევა იგი ყოლაც ვიცი ერთი ზარი არ მქონია, მე მქონდა ზარების სერია რა, იმიტომ რომ ფინანსური ბიუროები რო არის, ეთყობა ვიღაცას ქონდა მისწეული ჩემი ნომერი მან არასწორად და თავგას 6 თვე ვიღაცა ჯემალის ფულს ტყოდნენ გაცხარებით, გარაჯე მირეკავდნენ ალბათ 2 დღეში ერთხელ და გამარჯობა ბატონო ჯემალის ახლობელი, აი თქვენ აქცერია ჩვენ ნომერი და ეს ყოველდღე მარკაფაში ვიყავი ხოლმე. მოდი ზური, მოდი. ამიტომაც მირეკავდნენ რა. რამდენჯერმე დამირეკეს პროსტა და აუხსენიან ადამიანურად, ნორმალურად რო არა ვარ ასა და ეს პიროვნება და მაგის მერე შევა. ყველაზე უცნაური ზარი რაც მიმიღია იყო რომ TBC ბანკში მქონდა ვადაგადაცილებაზე გამო $1150 ვალი. და მივედი დავწერე განცხადება რომ თუ შეიძლება მეთქი, მიჭირს მეთქი და ჩავუმაწერე თქო და ყველაზე უცნაური ზარი იყო დამერეკეს და კაიო ჩავუმაწერე. როდესაც მოაგვა. ისტორია მოყვა. ძალიან გამიხარდა. კადო რა მაგარია. როგორ ქნა? ახტოვანებული ვარ. როგორ ქნა? ხალხს აუხსენე. მოსწავლე ტუტორიალი. ვის დაურეკე? ბიჭო, კრედიტ ოფიცერის ბრალი იყო, ანუ კრედიტ ოფიცერი ხაზარაძე. მე რო დამირეკავს ეგეთი ზარია დაურეკე ჩემს კლასელს რომ მეთქი ისა დავალება ჩამაწერინეთ ხო რა ძალიან პატარები ვიყავით და მამამისმა აიღო ტელეფონი რა და დაიწყო ძახილი რომ პირობითად დათო იყოს ეს სახელი იმიტომ რომ არ მინდა რომ თქვა ზუსტად დათო ეძახის რა თავში რომ სად ეგარია დედამოწმე გავთი შემერია ხო ასე ბოდიში წინა კითხვის წინ წინა კითხვის წინ გიორგიმ გაგვაფრთხილა რომ აღარ ვიგინოთ აი ამ კითხვის წინ უბრალოდ ეგრე ხო გახსოვს კი და მაგას გამეცნე მე ვიყავი ესეთი მაგით არ ყვარბოდი მაგიტო იყო ჩუმად ადერი ისეთი გადაცემის სოციალია იყო სადაც ერთად მუშაობდა ოჯახები მოყვავდა ხოლმე და
ძალიან ბევრი პატარა ბავშვი ნეტა მირეკავდა. რომელი გადაცემა? ოჯახობანა ერქვა ამ გადაცემას. მობას გააფიცე. საინტერესო გადაცემა იყო. კურიერი ვიფიქრე. ხო და ეს არა ვფიქრე, მირეკავდა ძალიან პატარა ბავშვები და ისა აციკო შენ თან გვინდა გადაცემაში და მე როგორ დაშიკო სოლოხაშვილი ეგრევე ლაპარაკებდა. კი, მოდი. ზუსტად. მამიკოს უთხარი ხარ და ნომერი გამოგიგდა. ბიჭი, თავში ფავრიტი, აი, ფავრიტს ვაკეთებ, ეგ ჯეიმს პაროდია გავაკეთე. რატო აკეთე შეიძლება ეს პაროდიას? ანუ ნახე მათემატიკურად პაროდია გავაკეთე. კვადრატი გააკეთე. მათემატიკა ზურას პლუს ზურა, უდრის ჯემალ. მე მოვითხოვ შემდეგ კითხვა. ვის უფრო მეტი პლასტიკური ოპერაცია ჭირდება? აჩნია ვის გადადი ბოლოში? მე ბოლოში. არა, იდექი პირველზე. რატო ძმაო იდექი. ვისო და ყველას ნაკლები ჭირდება. ასე დიდი ცხირი თვალობა ყველაფერს. შენ რო შაკირას დაემსგავსო ძალიან ბევრი ოპერაცია არა, გჭირდება. არ მინდა რომ შაკიროს. ხო და რა აში მჭირდება, მე არ მჭირდება ვაფშე. შენც მე ვიქჭირდება შაკიროს რო და. არ მჭირდება შაკირას რო და. მაშინ გამგარე. კი ბატონო. მე დამჭირდება ლიპოსაქცია ალბათ. პლასტიკური ოპერაცია. ანუ დავეკლებ ამაზე ბოლომდე შეიძლება კანი დამჭირდეს. აი მე პლასტიკური რაში მჭირდება ეს შენგან მაინტერესებს. ხალების გადანება მინდა. ჰა? ხალების გადანება მინდა. აი ხარ ისე მიხო. ვერც მიხდი. აბა შენ რო თქვი არ შეიგინო თვითონ. ხო პლასტიკურიო მე პლასტიკური. აი შევესწრები გიბრალტარო სიმპათიური გავყადა ჩემთვის. პლასტიკური ნათა. ერადო. აი, ჩესნად გიორგის ალბათ ხვირი. კი, მჭირდება ხა, რა თქინდა. ვაი და ედრიონ ბროუდობა მინდა თქვა არ მინდა. მესამეზე. მოდი კაც, მოდი. აჰა, ჯანდაბას. აი, ევიასი სიმაღლეში თუ მე მეკეხი არა მაგ მოდი გიორგი. სიმაღლეში გაზრდა. პლასტიკური რამდენად ხო, არის? არის ცოტა მაგას ვარჯიში თვიზა. სიმაღლეში გაზრდა თურქულით არის. არა, ზეტრას ამ პლასტიკური აზრდის კაცო. მიშუტკას ამოჭრით, რადგან ვფიქრობ ამიტომ არ. არა, მაგას რა მოხდა აქ? სიმაღლეში გაზრდა უჩვენოთ რევია შეიძლება. არა მარტო რევია, თითქმის ერთი ეგრე სიმაღლე. სამივე ერთ და იგივე სიმაღლის ვართ. რამაც თქვა ცოლი ყო და აღარ ჭირდებოდა. შენ გასათხოვარი კაცი ხარ. მაშინ ბევრი ოპერაცია გჭირდება გასათხოვარი. სალი რო ხოიცუკე აღარ ზუმსი ფარსა. აღარ ვარჯიშობ, აღარ ყვავილეც. ვინ უფრო მეტ საახალწლო სიმღერას წაიმღერებს? დაიწყე. დაიწყე. და ესე გავყვეთ. ესე გავყვეთ. ვინც ვერ იმღერებს ვინად გავჩერდეთ? აი, ნახე რა Oh, for Christmas, there is one more thing I need, and I'm going about the present. Last Christmas I gave my heart. აი, ჩეთი ახალი წლის ჯოდოს ნურმამე. When the winter outside is frightful and the butterflies so delightful since we know past the gold. თოლი მოსულა. აი, კარგი. დადამთორე. მე novi god, miza god zapomni, novi god. Новогодний вечер, Новый год, Новый год. ის არ უთხით ამას ხო? არანაირ. ნახევარ, კაი. აცადე. Frohe Weihnachten, frohe Weihnachten. აცადე რებია უღებ მაგის ამაროს მაცადე. Beheilen. აი, jingle bells, jingle bells. აბა ეხლა მაშინ არ ეს ჯინგლ ბელს იმღერე შეჭა არ არის თურქული ჯინგლ ბელს შეგიძლია ამოვიდეს მიდი მარიამ იმღერე ქვევით ჯინგლ ბელსია თურქული კილოთი დედა ამას შეჩაუხეთ ჯინგლ ბელს ბიჭო არის მაგრამ თუ გინდა წავაგე არა ჯინგლ ბელს იმღერე პროსტა მე გამახსენდა. არ უმღერი არა всё მორჩა მაგრამ ის მინდოდა აი მე დამეხმარებ ვიცი. სი ნა 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 ნა. რაღაცა დაქნა მაინც ვერ შვები ის არა რას ქვია ზმა. ეს ახოს ეფლება. არა ეთამი შეწვრილი ხმა და თავიდან აღნიშნა. მე არ მაქვს. აქ სიმღერა უნდა იცოდე. მიდი. დონ. ბიჭო, რამდენიმე ვარიანტი მაქვს ახლა და პირველი არ ვიცი. პირველიც დავიწყო. დარჩი მეხუთე. და დიახ. ორში სულა თეთრი წვერები გძელი, ლექსია ეგ, აი. მე ვიღერო მიდი.
ჭირი ვაშლი ჭურჭხელა შოკოლადის ფილა მოგილოცავთ ყველას ახალი წლის დილას ეს ნოიდიკო დატაშვილის სიმღერა ახალი წელია უნდა დაიჯერო რომ სასწაული ხდება შედამალოში გაზადავიდა ქონდა ვიროცავ ახალი წელია არა დაბადებას გილოცავარი არა ახალ წელზეა ბიჭო რა მომზადებული მქონდა და ამას მოარე Feliz Navidad. Feliz Navidad მე ნექსტი არ ვიცით. Feliz Navidad ახლა შენი სოლოა მე გამოვარდი გამოვარდი? ეხლა მე მახსოვს როცა მეც პატარა ვიყავი ქუჩა დავეძებდი თოვლის დედოფალს ზღაპრის რიგ აჰა ედინა ვიქცევდა და გაიგო ახალი წლის სამჯერ ორჯერ. შენ თქვი და მე მე. ქავერი რო ვიმღერო? აი ხაური და ის რა ის last christmas ეგ არის ოღონდ სხვანაირი. არანაირი. last christmas. არა. საერთოდ ზომა. მაშინ crazy frog-ის გერმანულად. ჯეშენ. ის მეცნება თოვლი იყო, მაგრამ არა არა. ცუდი. მას შენ რა წაიმღერე? ახალ ხაური და რაღაცა თოვლის დედოფალს და ზღაპრის რიგ შემეძო და ახალ წელზეა. კაი. მაშინ უბრალოდ ახალ წელზეა. ეს მე რამდენი ახალი წელია მოდი თოვლს წელო ახალო არის სიმღერა, თვითონ მოდი მოდი წელო ახალო. კაი, წავა. მაგრამ ვიცი რო არის. მე კიდე ვიცოდი. ეს რა ქვია ალილოშობა თენდება ექშობა, ახალი წლის იყავარო რა შედრება მომიგე არ მაინტერესებს ზემოდან დაგარჭე კიდე გამოდამი უნდა მიდი აგძელე ერთიც შემოგთავაზ რატო იყავი მუკრი კაპანაძე ვინ უფრო პოტერჰედია მე ვარ სლიზერინის ფანი და საფულეს მე ვარ გრიფინდორი ამისი არა გრიფინდორ სლიზერინის მე სლიზერინის ფანი მაგრამ დაგვიტკიცე მე საფულე მაქვს სლიზერინის კაი გასაგებ გააჩინე აბა აი ჯიბიში არა უნდა გააჩინო თუ აბა რამე შელოცვა ნახუილები მომსა გააჩინე რამე შელოცვა გააგე აი ექსპენსივ პატროლიუმი არა ექსპექტო პატრონი ექსპენსივ კაი პეტროლიუმი მოდი კიდე აი ექსპენსივ პეტროლიუმი ატო ეს პელები ვთქვა და ვინფორმატი სპელი იცის თუ აი დავაი დავაი მიდი აბადაკე დავრავიცი შენ შენ არ ვიცი გადავი ნახე ბოდიში რო განმარტოთ ეს პოტერჰედობა რას მოიაზრებს აი ჰარი პოტერის ფანი მაგარი და ერკვევი და აშენ ვერკოი მაგრამ ფანი არ ვარ აბა როგორ ერკვევი ნანახი მაქვს და ვიცი რო გეშინია ვიღაცის და ის საშიში ადამიანი რო გადააქცო სასაცილო ვიღაცად აი რა ქვია მაგ შელოცვას კაი ერთ წამი რა ქვია არ ვიცი რა ქვია რა ქვია პატრონუსი არა პატრონუსი დაცია ანუ ამათონეზე ვიცი მე გკითხავ რაღაც აბა მედის გიორგი მოდი ამ შელოცვას რა ქვია ამ არ შელოცვას ვახსოვს რიდიკულუსი რა რიდიკულოს მახსოვდა რიდიკულუსი და სასაცილო ხდება შენ სკუმია ლიულივის ა ლიულივის ლევიუსა არა ვინგარდიუმ ლევიოსა ლევიოსა Wingardium Leviosa. ჰარი პოტერის შვილს რა ქვია არ ვიცი მე ვიცი ამათ მოიცია ვიცი ალბუს სნეიპი ალბუს სნეიპი ალბუს დამბლდორის როლის შემსრულებელი რომელ ეპიზოდში შეიცვალა შეიცვალა მესამე ეპიზოდში სწორია გადადი შენიკით იმან არის შენ არ იცოდი ჩამომითვალა ის 4 ჯადოქარი ფაკულტეტების არ ვიცი შენ ხსი სლიზერინი ვიცი გოდრიკ გრიფინდორი ვიცი რეივენკლოს სახელი არ მახსოვს როენა როენა ბორდელი რო აქ ეგაა ეგაა ეს ჰაფფაფისივას რა ერთი ჯასტინ ჰაფფაფ იგორ კაი ერთი ხო დამი მე და შენ შიდა იყოს მე დაგისვა მე დაგისვა მე გიქრა არა ეხლა პირველი მეორე ვიკიჩის ფულები ჩამოთვალეთ რა ბურთის დაჭერის შემთხვევაში აღარ სტიჩის ნახა ყველა მიცის სტიჩის გარდა რა ბურთის დაჭერის რა ქულა აქვს 4 ბურთია 5 დაჭერა აი, არის გატანა 5 10 და 25 და 150 არის ის არასორია 50-ია 50-ია ის დიდი ბურთი რო არის ხო როგორ არის ბაზერი ვინც არის ხო მაგაზე ბაზერ მითერი ხო აი 50-ია მე 5-25 აი იმობობას რა ქვია დიდი ობობა რო გამოამ მე ვიცი რომელი სიტყვის ისხად გამარჯობა კარაგოგი აუეი აი შენ ბიჭო მე ვიღაც აი გიო მიუში ფეხოთები არაგოგი ქვია არაგოგი გადადი იქით მაგდენ შენდენი არ ვიცი აი ერთი წამი მოისა ერთი წამი და მე რა დავდგავა რა რისი ჯოხი ქონდა იმას რა ქვია სნეიპს ანწლის სნეიპს სნეიპს ანძლის
ან წლის იყო. ან წლის დამბდოლს ქონდა კაცო. ორჯერ ოქიწოსორია თუ როგორ არის. ქონდა ან წლის ყოველს ეყო რა ხო, ან წლის ქონდა მაგასაც. კაი, რომელ სერიაში ამოს ჰარი პოტერი რო ჭამოთ ეხ ჭამოთ. გადავიდე შოუს არო ჭამოთ პურიში იყო. გადავიდე ჩემზე კითხვაზე. როდის ამოს? აი იყო სერიაში. სინამდვილეში ჰარი პოტერი რომელი ფაკულტეტის წარმომადგენელია? სლიზერინი. აი კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ გრიფინდორი მან უთხრა ხუთმა. აი იმიტომ ხო ხუთს ხოვა და ეს სლიზერინში უშვებდა ენის გველის ენა აქვს. აი ეს უფრო კარგი pick-up line-ი აქვს. აი აქ დაგითმობთ ძმაო არ ვიბრძოლებ. წამო. არა მაქვს ფიქრ ეს კამს ეცეკვება ვიდეო. რა pick-up line მე თოლი ყავს აგ რა. მოდი. აი მავს. დავაი. ამ თქვა pick-up line-ები? ხო რა. აი დაიწყე. ვახო, ინგლისურად როგორ არის მე შენ მიყვარხარ. I love you. მეც მიყვარხარ. ვიდი არ ჩავდგები შუაში. აი რომალე, დაიროჩკუპა გადა, არ ვიცი. არ მახსოვს. რომელი გუნდის ფანი ხარ? მადრიდის რეალ. მე შეიძლება კურტუა არ ვარ, მაგრამ შენთვის ნომერი პირველი ვიქნები. ბრავო ძმო. მოდი. ევია გადმოდი წინ. მოდი. თუ ვიდა იდეკ. ირა მე სპეროიპო. შენთან დაჟე ისმექნება. ანგელოზ ოპტები ხوار გტკი. შეიძლება მამა თქვენი გავიცნო, ბავშვობიდან ვარ მიქელანჯელოს ფანი. მამასე წავიდა, აი. ან დაგახატულია რა. ან სახე მაგ ნაკუთები გამოყალე. შენ რა გაგაპირე? ხევიდა, ხევიდა. ხმარა მოუგია ჯერ და ვაი ვაც. ხევიდან ნატურა ხო არა გაქვს, იმიტომ ბრელიანს განათება ჭირდება. მეგობრებო, ჩვენ ხუთი მარტო ამაწყას მეუღალ. ჯალო, ყველა აზრი არა. ის არ ჩაწერა. ამასთან აზრი არა. ეგ ჩვენ შევთანხმდით ჩვენ ამათ აზრი არა. ან ლაპარაკს მართლა 4 შევთანხმდით. რა თქმა უნდა ისე ვჭრით რომ ორიდან იწყება იქით მე მართლა ესე გვაქვს დამოღალებული. ან რო ეუნები რომ არ არის ზურა ეგ კარგი რაშას მოწონს წინაზე ეგ არგუმენტი იყო კითხვაზე როგორ არა ნატურა. ხებოდა რა არგუმენტები აქვს გარაჟი, რუსთავი და აი ეს შემოგარელი. მე მაინტერესებს შენი ერთი pick-up line-ი რა. ხო უთხარი. არა, ნახე, ეგ ორიენტერს. უფრო დიდ საზოგადოებას როგორ ეტყური ჩვენი არხი გამოიწერა. აა, pick-up line-ის სახით რო ბაზარი არა მოიცა? ზურას აქ ერთ სამი ვარიანტი. მე მაგ Hey baby girl. გინდა რომ 1 მილიარდ 200 მილიონში 1500 ადამიანს შედიოდე, მაშინ გამოიწერე ეს არხი. და რაღაცა თვითონ არ მომეწოდა. შეჭემა. არა, pick-up line-ი კაი იყო, მაგრამ გეთქვა რომ აი ცოტა 10000 შედი კაი. და ეგ ხო, ცოტა იყო. ჩავწერ და მე ჩავსვათ მაგას მე. Hey baby girl. გინდა რომ 1 მილიარდ 200 მილიონში საუკეთესო 10000-ში შედიოდე, მაშინ გამოიწერე ეს არხი. მიდი 50-ზე ჩაწერე. მიდი. ედი. ბასტო ჩაწერინე შენ. მომინდოლა. მე ის კაი იყო ინიციატივი ჯუნიორზე. ამანო იმას უთხრა მეორეზე რომ გადმოვიდა. რო? რა? შენ მომას უთხრა და აქ რო გადმოხედი ის კაი იყო თქო. რა ვინი? რეალის კურტუაზე ჯუნიორზე მე. რა მაგრადია ჩემი კაი. კონტინენტი ხვაცილი. პოზიცია ხვაცილი. ხო არის, აი იმას ბურჯიაცია. გუნდი არაც რა. ცალ. რომელი არა, გარდე. ბრაზილიაზე ამბობს. და საფრანგეთზე. საფრანგეთზე ხო? ამოუშვი. ვინ უფრო კარგად აკეთებს ჰოლივუდის კმირებს? ის შემილია მე. ე ბაბოში მე ვიყო. შემიძლია ისა როუზი. მიდი. როუზი. მე ჯეკი შემილია. სპასენარი. და როუზი აფურთხებს მან. ხო ვიცი. ჯეკი ასწავლის. მე. მორჩენელი. მე ჩემ როლს შევედი. ნუ დავაორთ პანჯერა და ეს. არ მინდა როკი ბალბოასთან ერთად დავაორთ. შენი პირველი ეგ იყო. მეორე. დიკაბრიო.
გავართულოთ. ფილმები გავაკეთე როგორ ან რაი. შელეპე ესე იყო. ისე მე კიდევ. ეგეც აი ისიცაა, ნახე. I'm Groot. ბევრია. ხმა დაამოხე. გრუტ. შემიძლია მე Groot-ი ვარ. Ich bin Groot. Ja, Groot. Ja, Groot. Εγώ είμαι Groot. მე ჩამოსია ყველა ენაზე. ეს იტალია. იაპონურას ფანენა. არა, ჯეკი მასტა. ჯეკი. იაპონურზე ვატაში ვაგრუთ. თქვენ ბიჭო, მე გუფის პაროდიას იო. მე? ია. გაია. არა, ერთიანი გაგეთ. ეხლა ცოტა ის იყო. მე მიკი მაუს შემენა კიდე. ია. ორი აბასე. მიდი კიდე გააკეთე. ია. მიდი კიდე. მიდი გააკეთე. ის ცხადრებაა ხოდა. გააკეთე. ერთად გააკეთე და უკარი. შეიკრა. ჯეკს ფიდონი უხდება. რადიოში გასაშვები მომენტი არის მაგარი. რადიო პორნოგრაფია ვისაც მიმოიგო. ზურა. რადო? შენ არა. მოდი დაბიოე მოვიდა. მოდი შენ ბევრი გააკეთე ჩემს. მიდი შენ. აა დღეს თუ მარი ხარ შენ ჩვენი, მაგრამ მეორე. ერთე მადანა. ჩვენი ადგილი ვიცოდე. შემდეგ კითხო თუ შეიძლება. ვინ არის ყველაზე შემაწუხებელი? ო, კარგად გო. ხო გავგავ რა. აღარ ბურგავ ტვიზ. აღარ ბურგავ. კარგად გო, შემდეგი. მე ვიდა გიორგი გაიცნო და რევიას ადგილი გავუწევ. ხოლო იყო? ერთი წამი. არა, მოიცა აკეთე. ბიჭო, ანუ პირველზე ხოდგა დაბეტონებული. აჰა, მეორეც შენ. გიორგი გაიცნო და რევიას ადგილი. ბატონო, შემაწუხებელი. ისეთი ჩვენ გავედი. აი, სო, არის დავით. ჩაპირელი ხარჭა. მოკლედ, ვახო, მადლობა სტუმრობისთვის. ბევრი ხარხარეთ, კაი იყო, მადლობა დიდი და გადმოგეცემა ჰილის 200 ლარიანი ვაუჩერი. გასირდით. როგორ გასრიალდი. გაიხადე. გაიხადე. არა, მეგონა ისავდა როგორც მაშინ. Are you okay?